კიდევ ერთხელ იქნება დევნა სარწმუნოების საქართველოში. კბილებს აღჭრიალებს უკვე დღეს ანტიქრისტე. მაგრამ ღვთის კურთხებას ის ვერ შეცვლის. ასევე ივერის ფრიშობელის აქ მობრძანდება, სულ 9 კლიტულში ჩაკეტონ, პირიქით საუკუნეებიან ყოველდღე აგზავნის 20 მონასტრის წინამძღვარი ნახეთ ხო არ დაიძრა ივერის ფრიშობელი და რო დაიძრება ათონი განადგურდება, ხმელთაშუა დღე ბიწისრები ჩაიძირება, ხოლო ეს ხატი ვის სახელსაც საუკუნეებია ბოლოს და ბოლოს ატარებს იმ ქვეყანაში მოვა. და მესამე იოანე მახარებლის გამოჩენა. მამა ვიცით რა ფსევდოლიბერალი მეტყვის ოდნა მაინც დაკითხია. ეგ ლავრენტი ჩერნიგოველმა თქვა, ლავრენტი ჩერნიგოველმა კი არ თქვა, უმეცარო ენოქმა და ელიამ, რომელიც გამოეცხადნენ გასული საუკუნის შუა წლებში ამ წმინდა მამას, არა რუსი კი არა, მე ესე კი არ ვთქვამ, წმინდა მამას, ღირს მამას გამოეცხადნენ, მთელი ღამე ესაუბრებოდნენ უკანასკნელ ჟამზე და მეორედ მოსვლაზე. მისი ერთ-ერთი მონაზონი მთელი ღამე ისმენდა ატოზული კიბესთან. ესმოდა მას ეს ყველაფერი და რო ჩამოვიდა კითხა, ვინ იყვნენ ისინი და რა კი მოისმინე, გეტყვი რომ ესენი იყვნენ ენოქი და ელია. ვინც უკანასკნელ ჟამს იერუსალიმში დაბრუნდება და მათ უთხრეს სწორედ რომ იოანე მეტყველი სამხრეთ კავკასიაში, სადაც ერთ-ერთი მართლმადიდებლური ქვეყანა საქართველოა, მობრძანდება ის. აი სამი ფაქტორი, რაც მოიტანს ივერის გაბწყინებას. თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება. მალე მოვავს უკვე უფალი საშინელი მოსვლით, განკითხვის დღე მალე დადგება განშად ცხოველთან, ცოცხალთა და მკვდართა. და შორს არ არის დაღლილი ვარ ამ წინასწარმეტყველების თარგმნით, გამოცემით და თქვენი სწავლებით მეორედ მოსვლაზე. რატო? იმიტომ რომ კირილე იერუსალიმელმა მეც მითხრა, თუ კი ვინმე რამე იცის მეორედ მოსვლაზე, ანტიქრისტეზე, ასწავლეთ ერთმანეთს. ვასრულებ წმინდა კირილე იერუსალიმელის ლოცვა კურთხევას და შეგონებას. და თქვენს უნდა გადასცეთ ერთმანეთს ეს სწავლება, როგორც ძალკიცთ. რატომ როცა გეცოდინება რა ნიშნები ახლა, ასე ადვილად არ დაიბეჭდები, სულს არ მიყიდი და არ წარწმდები. პირიქით, ჩვენ დავიძრებით ბოლო ჟამს უდაბნოებისკენ, ხახვრილებისკენ, უღრანი ტყეებისკენ. სულ რაღაც 3 წელიწად ნახევარი გვექნება ეს დევნა. და ღვთის მადლით, ვისაც წამს უფალი ჩვენი და უყვარს, ის გადაიტანს და უფალმა აკუთხა რომ მე თქვენთან ვიქნები. არანაირი გაჭირვება არ გექნებათ. ეხლა მე იმას კი არ ვამბობ, ეხლა რომ ვახსენე რომ მიგასწავლით ადგილებს, სადაც ზედა თაფლი მოდის მდინარეებად. არა. ისეთი დრო მოვა, რომ იმაზე კი არ იფიქრებენ ბოლო ჟამს, ვინ რამდენი ჭამა და რა ჭამა, ვინ რამდენი ილოცა იმ დღეს. ჩვენ რაც შეგვეხება, თუნდაც რო არაფერი იყოს მიწას, მოზილა, ვილოცეთ ჩვენი საგვარელი უფლის მიმართ, მის ჯვარს დავსებთ, რომელიც გააპატიოსთან თავისი ჯვარს, რომელიც დაჟის უკანასკნელი საშუალება იყო ქრისტეს მოსვლისას და უტყდეს პურებად შეგვერგება. ერში რაც შეეხება დაბეჭდილებს, 7-ჯერ მეტი მადა ექნებათ, ვიდრე დღეს აქვს ადამიანს და როგორი გემოთ მოყარენი და ნაკროვანები ვართ, ეს კარგად იცით დღეს. 7-ჯერ მეტი მადა ექნებათ, მაგრამ არათუ არ შეიმატებენ სხეულშიც კი მეტრად და 20 გახდება მათი სიმაღლე. მეტი აღარ გაიზრდებიან. ცნობილია, საერთოდ ხარბები არ სუხდებიან. გაუმაწყრები. ეს საყოველთაო ჭეშმარიტება იქნება უკანასკნელ დაბეჭდილებში. კარგი, თავი ვანებოთ ამათაც.